ჩემს თავს დავდებ, გილოცინაზე ავალ და ვამტკიცებ, რომ 2 დასკვნა ბიუროში გაყალმდა. ქვეყნის მთავარ სახელმწიფო საექსპერტო ბიუროს, რომლის დასკვნებსაც სასამართლო და სახელმწიფო უპირობოდ ენდობა, ექსპერტიზის გაყალბებაში ამხელენ. სამხარაულის ექსპერტიზის სამსახურის ყოფილი ექსპერტი ამტკიცებს, რომ უწყების მაღალჩინოსნები ლაბორატორიული ხელსაწყოების მონაცემებს ხელით ცვლიან, რათა სიყალბე ოფიციალურ დოკუმენტად აქციონ. განგაში ქონდა ატეხილი, რომ ეს საცხი არ გამოყენებულიყო. იმიტომ რომ ეს საცხი უვარგისი იყო და ყველაზე უკანასკნელი შეიძლება მომხდარიყო მატარებლის ვაგონების გადაყირავება. სპეციალისტი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურო დასკვნებს აყალბებდა, სამსახურიდან გაუშვეს. გამოძიება კი ამ დრომდე მიდის და არავინ იცის, რა შედეგი დაიდო. არადა საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. მათ გააყალბეს 2 ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა. პროკურატურა დუმდა სამხარაულია. ეს ერთ-ერთ შეხვედრაზე ესეთი რაღაცაც მითხრეს, რომ ეს არის სამხარაული, რომ მათ რომ დაუმტკიცდეთ ეს გაყალბება, ძალიან ბევრი დასკვნა აქვთ გაშვებული და ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ექსპერტიზის დასკვნები, შიდა მიმოწერები და ლაბორატორიული ხელსაწყოების მეხსიერებიდან ამოღებული მონაცემები. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ყოფილ ექსპერტს ხელთ აქვს ყველა მტკიცებულება, რაც მისი თქმით უწყებას მძიმე დანაშაულში ამხელს. ნინო კობალაძე შაბათის ეთერთან დეტალურად ყვება, ვინ და როგორ აიძულებდა ექსპერტს შეეცვალა უარყოფითი დასკვნები კონკრეტული კომპანიების სასარგებლოდ. საქმე 2 საექსპერტო დასკვნას ეხება. უხარისხო სალიანდაგო საწყს, რომელზეც მატარებლების უსაფრთხო გადაადგილება იყო დამოკიდებული და მაღალი გოგირდის შემცველობის დიზელს, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მაღალჩინოსნების მეშვეობით ბაზარზე მაინც მოხვდა. ის რომ ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი ყდირის რომ დასკვნა გაყალბდა. ასეთი მნიშვნელობის საცხის თემა მატარებლის ვაგონი და ადამიანების უსაფრთხოება, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფა შეიძლება მოყვეს ამას ხომ? ვაგონის გადაყირავება. პროკურატურასთან არის მისული ინფორმაცია. პირობითად თქვათ ვტყუი, მაგრამ ხომ მივიდა ეს ინფორმაცია პროკურატურამ ხომ უნდა გამოიძიოს ეს საკითხი. ელემენტარულად საცხის გამოყენება ხომ არ უნდა მოხდეს, მანამ სიმართლე არ დადგინდება. საცხი გამოიყენეს. ანუ პრობლემა კიდევ სადაც გვაქვს, სად გვაქვს? გარეთაც პრობლემა გვაქვს, არა მარტო ბიუროში, პროკურატურაში, რომელმაც არ გამოიძია. 2024 წლის 16 ივლისს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ექსპერტ ნინო კობალაძე საქართველოს რკინიგზის მიერ შესყიდული მატარებლების სალიანდაგო საცხის შემოწმება დაავალა. ადგილზე ნიმუშის ასაღებად მისულმა ექსპერტმა საცხი გარეგანი დათვალიერებისთანავე დაიწუნა. 4-ვე კასრში, რომელიც სინჯის ასაღებად გაიხსნა, მოთავსებული იყო არაერთგვაროვანი შეფერილობის არასტაბილური საცხები, რომლებიც ჰაერთან ურთიერთქმედებისთანავე იჟანგებოდა. ეს ნიშნავდა, რომ მასალა არ აკმაყოფილებდა დადგენილ ნორმებს და რკინიგზის მიერ მისი გამოყენება საფრთხის შემცველი იქნებოდა მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებისთვის. ჩემგან მოხდა ამ პროდუქტის დაწუნება. ეს არის საცხი რკინიგზის ვაგონების, რომელიც საკისარში თავსდება, რომელიც მოძრავია ლიანდაგზე რაც დგას და მოძრაობს, რომელიც ელზეცნი ასეთი საცხია, რომლის უხარისხობა ყველაზე ცუდი იწვევს აი ამ მეტალის ხახუნის შედეგად მაღალი ტემპერატურა ვითარდება, შეიძლება გატყდეს ღერძი და მატარებელი გადავიდეს ლიანდაგებიდან, ანუ გადაყირავდეს. უშუალოდ ადამიანების უსაფრთხოება, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება პრობლემა. უარყოფითი დასკვნა შეიცვალა მაშინვე, როგორც კი კომპანიამ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჩივრა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში სასწრაფოდ დაინიშნა განმეორებითი ექსპერტიზა, რომელიც უკვე სხვა თანამშრომელს ჩაატარებინეს. ახალ დოკუმენტში უწყებამ ოფიციალურად დაწერა, რომ საცხი, რომელიც კომპანიამ ყაზახეთიდან შემოიტანა და საქართველოს რკინიგზას მიაწოდა, სტანდარტს სრულად აკმაყოფილებდა.
წარმოებელმა და ბიძაჩემმა გააპროტესტეს ეს საკითხი და წარმოებელმა გამოაგზავნა თავისი ლაბორატორიის უფროსი, დაინიშნა ალტერნატიული და არაფერი არ გამივიდა მე იმის მიუხედავად რომ ვამტკიცებდი რომ ეს არ შეიძლება რომ ასე იყოს, ამ ადამიანის მხარეს ეს ამტკიცებდა რომ მისი საცხი კარგი იყო და ამ ადამიანის მხარეს იყვნენ ჩემი დეპარტამენტის უფროსი, სამართლოს უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და გაუშვეს დასკვნა, საცხი მოიწონეს. და საცხის შემთხვევაში მონაცემები გაყავდა 100%-ით სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ ამას. ნინო კობალაძე ამტკიცებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა დანაშაული ჩაიდინეს. მათ საფრთხე შეუქმნეს მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სახელმწიფო ბიუჯეტს კი დიდი ზიანი მიაყენეს. ჩემი მტკიცებულებებით, რაც ფურცელზეა დასტურდება, რომ დასკვნები გაყალბდა. ამ საცხის წვეთვარდნის ტემპერატურები ვერ აკმაყოფილებდა 135 გრადუსზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო და 4 პარტია იყო 121, 122, 122 და 135 გრადუსი. ამიტომ ვერ აკმაყოფილებდა წვეთვარდნითაც, მე საცხები გადავაგზავნე ლაბორატორიაში ამ პარამეტრზე აკრედიტებულში და ზუსტად ჩემი შედეგი გაიმეორეს მათაც. ექსპერტი დასკვნების გაყალბებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა, თუმცა პროცესი ჭიანურდებოდა. პოსტიდან მოხსნის წინ სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს ყოფილმა უფროსმა მასალები პროკურატურაში გადააგზავნა, თუმცა გამოძიებას ჯერ არაფერი დაუდგენია. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დასკვნებს აყალბებთ ბატონო. რა თქმა უნდა არა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ქალბატონი ნინოს სუბიექტური აზრი. შეიძლება ეს აზრი ობიექტური არ ვიცი. სანამ გამოძიება არ დამთავრდება, ამაზე გადამჭრელ პასუხს ვერ მოგცემ. ეს გიორგი მურვანიძეა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მოქმედი უფროსი. ის უწყებაში წლების განმავლობაში უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მურვანიძე ადასტურებს, რომ სამხარაულის ბიუროს ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნები ახლა გამოძიების საგანია. შიდა აუდიტის სამსახურს მოკვლევისას კითხვის ნიშნები დარჩა, ამიტომ საქმე პროკურატურას გადასცა. ბიურომ გადააგზავნა თვითონ. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუროსაც დააინტერესა. რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით. როდესაც ერთი თანამშრომელი გამოთქვამდა საჩივილს და უკმაყოფილებას მეორე თანამშრომლის მიერ დაწერილ საექსპერტო დასკვნაზე, ბუნებრივია და კითხვები გაჩნდა და გადაიგზავნა. რკინიგზისთვის შეძენილი საფოხი მასალის შესახებ დაწერილი დასკვნის ნამდვილობა ერთადერთი არ არის, რომლის დადგენასაც ახლა პროკურატურა ცდილობს. გამომძიებლები იკვლევენ, გააყალბეს თუ არა ბაზარზე შემოტანილი ნავთობპროდუქტის ხარისხთან დაკავშირებული დასკვნაც. ხელსაწყოზე მოახდინეს манипуляция და ხელით შეცვლის მეთოდით, ესე რომ ვთქვათ, ისეთ პირობებში ჩაატარეს ანალიზი, რაც არის დაუშვებელი. ბიუროს ყოფილი ექსპერტი ამტკიცებს და ჩივის, რომ ნავთობპროდუქტების სამმართველოს უფროსმა თეო ხუჭუამ, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დოდო ჩორგოლაშვილმა და ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა პაატა თუშურაშვილმა ნავთობ კომპანიის სასარგებლოდ შეცვალეს დასკვნა, რომელიც დიზელის საწვავში გოგირდის მაღალ შემცველობას ადასტურებდა. ჩავატარე კვლევა, ერთ ნიმუშში მივიღეთ 13 მილიგრამი კილოგრამზე, მეორეში 50 თუ სწორედ მახსოვს 52 მილიგრამი კილოგრამზე. 50 ძალიან გასული იყო, იმიტომ რომ საქართველოს თარობის დადგენილები და ევრო 5 სტანდარტით, რომელზეც უკვე საქართველოს 2023 წლის 1 იანვრიდან გადავიდა, გოგირდის შემცველობა გახდა 10 მილიგრამი კილოგრამზე არა უმეტეს. დაჯარიმდა ინდმეწარმე ჩემი გაცემული დასკვნით 114,000 ლარით, დაინიშნა ალტერნატიული ექსპერტიზა, რომელიც უკვე ჩემს კოლეგას დაეწერა როგორც გითხარით და მან რომ ჩაატარა, მითხრა რომ ნინო მეც მივიღე 13 შენერად, მაგრამ თეო მეუბნება რომ უნდა 10 დაუწერო. დასკვნა გავიდა ერთ კვირაში დიდი წვალების შემდეგ და ჩემი კოლეგისგან გავიგე რომ ვკითხე რომ რამდენი დაუწერეთ მეთქი და 9.9 მივიღეთო და კარგი არისო და გავუშვით. ქალი, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 18 წლის განმავლობაში ექსპერტად მუშაობდა, დეტალურად ხსნის სქემას, თუ როგორ ყალბდება ნიმუშის შედეგები. კობალაძე ამბობს, რომ სასურველი ციფრების მისაღებად ლაბორატორიულ ხელსაწყოში მონაცემები ექსპერტებს ხელით შეჰყავთ.
ამ მაქინაციის დასტურია ორი სხვადასხვა ექსპერტის მიერ ჩატარებული პირველი კვლევები იდენტური შედეგით. საწვავში არსებული მაღალი გოგირდის შემცველობა. მესამე, ეგრეთ წოდებული გასწორებული კვლევისას კი მონაცემების ცვლილება უკვე თვალსაჩინოა. დასკვნით, კომპანია Nodo Oils 114,000 ლარიანი ჯარიმა ანულირებულად გამოუცხადეს. უხარისხო დიზელი კი ბაზარზე გასაყიდად გავიდა. ხელსაწყოსთან აღმოვაჩინე, რომ იყო ხელსაწყოში შეყვანილი ისეთი დღის ფაქტორი, ესე ქვია ჩვენს ენაზე, რომელიც იყო დაუშვებელი. მოხდა ჩვენებების ხელით ჩასწორება, რამაც გამოიწვია უკვე 13.9 გადაკეთება ხელოვნურად, რისი ყველა მტკიცებულება მე რა თქმა უნდა გამაჩნია და ბაზარზე გავიდა უვარგიზი პროდუქტი, რომელიც იწვევს გარემოს და ეკოლოგიის დაბინძურებას. საქმის კურსში მყავდა მაშინდელი ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი. მისი მოადგილე ვახტანგ კარგარეთელი. საქმის კურსში იყო ხარისხის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბელა გაბიტაშვილი. რეაგირება იყო 0. ბელა გაბიტაშვილი, რომელზეც ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი თანამშრომელი საუბრობს, ყოფილი მთავარი პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის და ის უწყებაში ხარისხის მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. კობალაძე ამბობს, რომ სწორედ გაბიტაშვილმა მიიყვანა ბიუროში გარე ექსპერტი გოგირდის მაღალი შემცველობის დიზელზე სასურველი დასკვნის დასაწერად. ნამდვილად იყო ჩართული პროცესში მისი და მე ახლა მის წინააღმდეგ არაფერს არ ვერჩი ნამდვილად. უბრალოდ ფაქტია, რომ ის იყო ხარისხის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მე მასთანაც მქონდა შეხვედრა, მე ვითხოვდი ამის გამოძიებას, ის უშუალოდ იყო პასუხისმგებელი ISO 1795 სტანდარტით, რომ უნდა ხარისხი გაეკონტროლებინა, მან მოიყვანა ისეთი პროფესორი, რომელმაც ნავთობქიმიკოსი, რომელსაც დააწერინეს ისიც ვერ დააწერინეს, ანუ გადაწერაც ვერ მოახერხა და აუცილებლად უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი. მომხდარ ორივე ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება უკვე თითქმის 2 წელია მიმდინარეობს, თუმცა რეალური შედეგი ამ დრომდე არ ჩანს. ეს პირები, ვიზეც თქვენი 19-წლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი დღეს ამბობს, რომ აყალბებდნენ სამხარაულში მეკითხებით ერთ და იგივეს. თანამდებობებზე ისევ რჩებიან ბატონო გიორგი. სანამ არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა გამოძიების ეტაპზე შეიძლება რჩება, შეიძლება ცდება. ექსპერტი ხომ უნდა დაუშვათ. დროებითი უფლებამოსილების შესწყვეტის შესახებ. რატო ეხა ერთმა თანამშრომელმა მეორეზე რო თქვას, გაყალბებული დასკვნები გაიცემა, თლიანად უნდა გავაჩეროთ ბიუროს საქმიანობა. ბელა გაბიტაშვილი, გიორგი გაბიტაშვილის და მისი მეშვეობით ცდილობდა ბიუროს საქმის გამოძიების გაჩერებას. რატომ მეკითხებთ ისეთ კითხვას, რომელზეც იცით რა პასუხსაც მიიღებთ? რა თქმა უნდა არა. თბილისის პროკურატურაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლების მიერ დასკვნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება 2024 წლიდან დაიწყო, თუმცა საგამოძიებო უწყებას შედეგი ამ დრომდე არ დაუდია. ნინო კობალაძის უფლებადამცველები ღიად ამბობენ, რომ საქმე მიზან მიმართულად ჭიანურდება, რადგან გავლენიანი პირების წრეში არსებობენ ადამიანები, ვისაც ამ სიმართლის დადგენა უბრალოდ არ აწყობს. თუ კი არსებობს კონკრეტული შემთხვევა, ნინო კობალაძის ფაქტი და კითხვის ნიშნები არსებობს, ეს ხომ უკვე იმას ნიშნავს, რომ საქმე უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული, რომ დადგინდეს ვინ არის ის ადამიანი თუ ადამიანები, რომელიც ამ ხელა უწყების რეპუტაციას აყენებენ ეჭქვეშ. 2 წელი იყო გამოძიება უმოქმედა. ერთ-ერთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩატარდა თავის ძოზე, იყო თავად ნინო კობალაძის მოწმის სახით გამოკითხვა. იმის შემდეგ არაფერი არ ჩატარებულა აბსოლუტურად და რომ არა ნინო კობალაძის აქტიურობა, ასე ვთქვა და მუდმივი კომუნიკაცია გამომძიებელთან, არც ის საგამოძიებო მოქმედებები დაიგეგმებოდა, რომელიც ეხა იგეგმება. ნინო კობალაძე ამბობს, რომ სამსახურიდან შურისძიების მოტივით გაუშვეს, რადგან უარს ამბობდა გაყალბებული დასკვნების მომზადებაზე და ითხოვდა ექსპერტიზები ჩატარებულიყო უახლესი აპარატურით. ის ახლა სასამართლოში დაობს. კობალაძის ინტერესების დამცველმა პირველ გამარჯვებას უკვე მიაღწია. ექსპერტისთვის გამოცხადებული ერთი დისციპლინური გაფრთხილება უზენაესმა სასამართლომ უკვე გააბათილა. როდესაც ხილება მოხდა იმისა, რომ ნინო კობალაძის მონაწილეობით არ შედგა ასე ვთქვათ დასკვნების ცვლილება, მისმა უშუალო ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება მისი უკანონო გათავისუფლების. სასამართლოები წარდგენილი ჩვენი მტკიცებულებების საფუძველზე მსჯელობს, რომ პირვანდელი დასკვნები, რაც ნინო კობალაძის მხრიდან არის
წარდგენილი დამკვეთთა მიმართ შეესაბამებოდა სტანდარტს. 3 ინსტანციით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თეო ხუჭუა, დოდო ჩორგოლაშვილი და პაატა თუშურაშვილი წერდნენ არარსებულ ფაქტებზე ისეთ მოხსენებით ბარათებს, რომელიც შემდგომში ამ დისციპლინარული სახტელის მიღების საფუძველი გახდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სკანდალში არაერთხელ გაეხვა. მათ ანგარიშზე არაერთი უმნიშვნელოვანესი დასკვნა, რომელიც უწყებას ამ დრომდე არ დაუდია. უკვე მთელი 2 წელია ვერ მომზადდა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის პასუხი შაბათის ეთერის გუნდის წევრებზე, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე. ექსპერტიზა გააჭიანურეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზეც. თითქმის 1 წელია გასული და ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გამოძიებას უსვამს ესეთ კითხვას, კონკრეტულად ქურთუკის რა ნაწილში უნდა ეძებონ გენეტიკური კვალი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ არც კი იყო ამდენი ხნის დაწყებული ამ ქურთუკზე შესაბამისი საექსპერტო სამუშაოები და აშკარად იწელებოდა გამოძიება ხელოვნურად. ეს ახლა საიდან იყო ჩართული, იყო ეს უშუალოდ სამხარაულის ექსპერტიზის გადაწყვეტილება გამოძიების თუ სხვა შტოდან იყო ეს დავალება, ამაზე ჩემ გასაუბარი შეიძლება მანიპულაციური იყოს, თუმცა რაც ნამდვილად ფაქტი არის ის, რომ გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდება ამ საქმეს. კითხვაზე, რატომ სჭირდება წლები დასკვნებს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მოქმედი შეფი ამბობს, რომ შესაძლოა ამის ბევრი ობიექტური მიზეზი არსებობდეს, თუმცა მურვანიძე უამრავი სავარაუდო ვერსიიდან კონკრეტულად ერთსაც კი ვერ ასახელებს. პოლიტიკური დაკვეთაა, რომ უნდა გაჭიანურდეს საქმეები, ბატონო გიორგი. ვერავინ დაკვეთოს ვერ მოახერხებს. აბა, არა პროფესიონალები ყავ. ბიუროზე შესაძლებელი არის გარკვეული ობიექტური გარემოებები. ძალიან ბევრი გარემოება. მაგალითად, ერთი მითხარით. ვერ გაიგებთ ახლა ამას ესე მარტივად. დამიჯერეთ, რომ ვეცდები რომ გავიგო. ერთი მიზეზი მითხარით, ობიექტური გარემოება, რის გამოც ექსპერტიზის დასკვნა ჩიხლაძის საქმეზე არის. ძალიან ბევრი გარემოება იყოს შეიძლება. შეიძლება ტექნიკურმა საშუალებებმა ვერ მისცა იმის შესაძლებლობა. არ ვიცი ზუსტად, ჩავხედავ თქო. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, თუ კი ამის პოლიტიკური ნება არსებობს, საექსპორტო დასკვნებს რამდენიმე კვირაში გასცემს. როდესაც პოლიტიკური ნება არ არის, დასკვნის დადება წლები იწელება. თუ უწყების მიერ დოკუმენტების გაყალბება ოფიციალურად დადასტურდება, ეს ამოაყირავებს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ასობით სხვა საქმეს, სადაც გადაწყვეტილება სწორედ ამ ექსპერტების ხელმოწერებზე იყო დამოკიდებული.